მადლობთ პატრიოტულ ტელემოყურებლებო. მეგობრებო, დღეს საქართველოს მეტისმეტად კრიტიკული და დაზაბული მომენტი უდგას. მოგეხსენებათ, გადამწყვეტ ფაზაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წევრთა წინასაარჩევნო კამპანია. ხვალ არჩევნებია. არჩევნები, რომელმაც უნდა გადაწყვეტოს საქართველოს ბედი და მომავალი. მე გახლავართ ედვარდ ამბროსიძე შევარდნაძის დობით აღჭურვილი პირი და აქედან გამომდინარე არ ვაპირებ მისი ოპონენტების მსგავსად რომელიმეს შეურაცხყოფა მივაყენო. ვეძიო მათში შავი ლაქები და გამოვაშკარავო ისინი. პირიქით, ყველას დიდ პატივს ვცემ და მაინც მიმაჩნია, რომ ამ პოსტზე დღეისათვის ედვარდ ამბროსიძეს კანდიდატურას ალტერნატივა არ აქვს. გავიხსენოთ, ამ 5 წლის პერიოდში ჩვენივე ხელით დანგრეული ჩვენივე ქარხნები, გაძარცვული. ამას დაემატება სოფლის მეურნეობის გაჩანაგებაც და დათელია ჩვენთვის თუ რა მძიმე ეკონომიურ კრიზისში ჩავარდით. ეს ეკონომიური კრიზისი სამწუხაროდ პოლიტიკაშიც გადაიზარდა და დღეს საქართველოს სჭირდება ისეთი დიდი პოლიტიკოსი, რომელიც ამ ჩიხიდან სწორი გზით გამოგვიყვანს. გავიხსენოთ თუნდაც ედვარდ ამბროსიძე შევარდნაძის საქართველოში ჩამოსვლის პერიოდი. ეს ის ნაბიჯი იყო მისი, რომელიც მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ისეთი დიდი რანგის პოლიტიკოსისათვის, როგორიც იგია, თვითმკვლელობა იყო და მართლაც. იგი ხომ გერმანიის საპატიო მოქალაქეა. მას ხომ ჰარვარდისა და სხვა დიდი ქვეყნების უნივერსიტეტები $1000 უხდიდნენ ჩატარებული ლექციისათვის. მას ხომ მსოფლიო უწევს ანგარიშს როგორც დიდ პოლიტიკოსს. გავიხსენოთ ნავთობსადენის ესოდენ გახმაურებული ნავთობსადენის ხაზის გატარება საქართველოზე. აქ ხომ თუ არა ედვარდ შევარდნაძის დიდი პოლიტიკოსობა, თუ არა მისი დიდი ავტორიტეტი, ჩვენ ამ ხაზის გარეშე დავრჩებოდით. თუ წარმოვიდგენთ იმასაც, რომ მარტო ტრანზიტისათვის რამდენ სიმდიდრეს დასტოვს ეს ხაზი საქართველოში, რამდენი უნდა აშენდეს გადამქაჩი თუ გადამამუშავებელი ფაბრიკა, რამდენი მუშახელი დასაქმდება ამ ფაბრიკებში, ჩვენთვის ნათელი სურათია ამ ხაზის დიდი მნიშვნელობა. და კვლავ ვიმეორებ, ამ ხაზს ეს ხაზი საქართველოში მოვაკეთეთ ვერ გაივლიდა თუ არა ამბროსიძე შევარდნაძის დიდი ავტორიტეტი. დღეს საქართველოს სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც იქნება სამშობლოს დიდი პატრიოტი, იქნება უშიშარი, იქნება მსოფლიოს თვალში ანგარიშის გასაწევი და ის ადამიანი, რომელიც ამ გაჭირვებულ ქვეყანას დღევანდელ ჩვენ ხალხს გაჭირვებიდან გამოიყვანს და დაინახავს იმ სწორ გზას, რომელიც მას სჭირდება. პოლიტიკოსი, რომელიც ხედავს საქართველოს გადარჩენის გზებს, პოლიტიკოსი, რომელმაც იცის საქართველოს ფასი მსოფლიოს ქვეყნებს შორის და ანგარიშს გაუწევს იმას, რომ ამ ქვეყნებმა ანგარიში გაგვიწვიონ არა როგორც მონებს, არამედ როგორც თანასწორ მათთვის საჭირო ქვეყანას. ასეთ პოლიტიკოსად კი მე კვლავ ედვარდ ამბროსიძე შევარდნაძე მიმაჩნია. დაბოლოს მინდა ჩემო უმრავლეს ვთხოვ, ერთსულოვნად მობრძანდით საარჩევნო ყუთთან და ხმა მიეცით რჩეულთა შორის რჩეულს ედვარდ ამბროსიძე შევარდნაძეს. მადლობთ ყურადღებისათვის.